კარგი, მაშინ ახლა მოდი სიუჟეტს წარვადგენ ახლა ჩერე სანამ გადავალთ საერთოდ. სანამ კაცებზე გადავალთ. საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში საგანმანათლებლო პროგრამის წერილები იუნკერებს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ჩვენი ჟურნალისტი თიკო ფრანგიშვილი ესწრებოდა და მან ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოგვიმზადა. ამ ფარელმა ხო აგაბნია. საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პრეზენტაცია სახელწოდებით წერილები იუნკერებს გაიმართა. პროგრამის ფარგლებში გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული საარქივო მასალა. კერძოდ კი იუნკერთა ხელმძღვანელის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ელისე პატარიძისა და ვანო ნანუაშვილის პირადი არქივი. პირველად საზოგადოების წინაშე არის გამოფენილი გენერალ გიორგი კვინიტაძის მუნდირი, რომელიც მისმა ქალიშვილმა ნანუ კვინიტაძემ შემოგწირა. ეს მუნდირი გახდა საკმაოდ დაზიანებული და ჩვენ შევძველით, რომ მუნდირს დაბრუნებოდა პირვანდელი სახე, მისი რესტავრაცია მოხდა. საგამოფენო მასალიდან აღსანიშნავია ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც გიორგი კვინიტაძეს ეკუთვნის. იძულებითი პასუხი, ასე ქვია წერილს, რომელშიც გენერალი საქართველოში განხორციელებული ოკუპაციის მიზეზებზე საუბრობს. დაცემა დედაქალაქისა სრულებით არ ნიშნავს სახელმწიფოს დაცემას. მხოლოდ უკანასკნელ ომის მაგალითები, ბრიუსელი, ბელგრადი, ბუხარესტი, რომლის დედაქალაქის დაცემა არ გადაჭრა ამ სახელმწიფოს ბედი, მაგრამ ამ ქვეყნებს ჰყავდათ მოკავშირენი, ჩვენ არავინ. დამთვალიერებლებს კონკურსში მონაწილეობის საშუალებაც მიეცათ. ექსპოზიციის გაცნობის შემდეგ მათ გიორგი კვინიტაძის 1968 წლის ინტერვიუ მოისმინეს. შემეცნებითი საუბრის შემდეგ მოხალისეებმა საგანგებოდ მომზადებულ ფურცლებზე იუნკერებს წერილები მისწერეს. გამარჯვებულ სპეციალური ჟიური 7 მარტს გამოავლენს. აქამდე არაფერი არ მსმენია იუნკერების შესახებ, მაგრამ დღესდღეობით უკვე ვიცი და გავიგე, რომ ისინი არიან თავდადებული ადამიანები, მათ სამშობლოსთვის თავი გასწირეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და მისი შემდგომი ბედი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის ფურცელს ტრაგიკულად ასრულებს 25 თებერვალი და იუნკერთა გმირობა. ჩვენ კი იზღა დაგვრჩენია ჩავიხედოთ იუნკერთა მოგონებებში და იმ ადამიანების ბედს გავადევნოთ თვალი, ვინც იუნკერთა მხარდამხარ კოჯორ ტაბახმელას მისადგომებთან იბრძოდა. ძალიან დიდი მადლობა.